მოკლედ ახლა ძალიან საინტერესო ინფორმაცია მომაწოდეს. ანუ დიდი ალბათობა იმისა, რომ დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ ჩვენ ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის მოქმედი ჩემპიონი გვეყოლება პირდაპირ ეთერის სატელეფონო ხაზზე. თუმცა ჯერ მანამდე აგერ დაველოდოთ დაჯილდოების ცერემონიალს, სავლენ ახლა კვარცხლბეკზე. გამარჯვებული სპორტსმენები და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეა ქართველი ძიუდოისტი ლიპარტელიანი. ყველაფერი მზად არის, რა თქმა უნდა. აი, საქართველოს დროშაც დაკეცილ მდგომარეობაში მოვაქვთ. და დააყენებს მენაზე რუს სამხედროებს საქართველოს ჰიმნზე რა. ძალიან დიდი საამაყო გზნობაა. The medals are presented by the head sports director of International Judo Federation. Медаль вручает спортивный Владимир Барта გადასცემს აქ საერთაშორისო ფედერაციის სპორტული დირექტორი. პიოტრ კუჩერას კი საქებარი სიტყვების გარდა არაფერი ეკუთვნის ნამდვილად ძალიან ახალგაზრდა პოლონელმა სპორტსმენმა შესანიშნავად იასპარეზა. კმაყოფილია იგი. რა თქმა უნდა, მარკუს ნიმანიც. აი, ტოთ კრისტიან, ანუ კრისტიან ტოტი, უნგრელი, რომელსაც სწორედ ფინალში მოუგო ჩვენმა ფალავანმა. და ჩვენი ფალავანი, ჩვენი ვარსკვლავი, ევროპის ჩემპიონი. ვარლამ ლიპარტელიანი, უნდა მიულოცოთ ისე, რა თქმა უნდა. ლიპოს ეს გამარჯვება მის პირადნეს გურამოდებაზეს, ნაკრების წვრთნელებს, ირაკლი უზნაძეს და რა ვიცი, ყველა რომ ჩამოთვალოთ ძალიან შორს გაგვიგრძელდება. მთელ საქართველოს, რა თქმა უნდა, მთელ საქართველოს. მის ოჯახს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მის მეუღლეს და დარწმუნებული ვარ, ეხლა ბავშვებიც კი მისი ორი პატარა ტელევიზორს შეიძლება მიჯაჭული და აი ესე ეფერება მამას ალბათ. და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ესეც ეს ჩვენთვის ყველაზე სასიამოვნო და საამაყო მომენტიც. როდესაც საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა იყო აღმართული. უკვე მეორედ აი ამ დარბაზში ევროპის ჩემპიონატზე ამ 3 დღის განმავლობაში მოხდა ესეთი რამ. ძალიან ახლოს ვიყავით, რომ სამჯერ ყოფილიყო ესეთი რამ, მაგრამ კაი აღარ გვინდათ ეხა ის თავდაცვაშვილის მომენტის და ფინალის ხსენება. თავარი ის არის, რომ ჩვენებმა წყინვალე ევროპის ჩემპიონატი ჩაატარეს. ინდივიდუალურში ავიღეთ 2 ოქრო, 3 ვერცხლი, ჯერჯერობით 1 ბრინჯაო და მეორე ბრინჯაოც არ არის მე მგონი შორს. ანუ არ ვიცი ხა, ამდენი медали. ეს არის მშვენიერი და წყინვალე მაჩვენებელი. აი, ის ახლა კიდეც გუნდურ პირველობაში ვაჟთა შორის ჩვენი ბიჭების მხრიდან. ეხლა კი 100 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის შეხვედრები იწყება მესამე ადგილისთვის. და შემდეგ იქნება აქაც ფინალი. კერძოდ მესამე ადგილისთვის ერთმანეთს შეხვდებიან მაიკლ კორელი და კრისტოფ კრონენბერგი. და ასევე ელმარ გასიმოვი და გრიგორი მინასკინი, ანუ აზერბაიჯანელი და ესტონელი პოლფინალში ჰენკ გროლი და ტომა ნიკიფოროვი იჭიდავენ. ჩვენ დავწეთ ახლა ამ ტატამზე და უყუროთ სწორედ აი ამ ჰოლანდელს და მაშასე ახლა აღნიშნებენ რომ ვარლამ ლიპარტელიანი ჩვენი ევროპის ჩემპიონი, ჩვენი თამამად შეიძლება ითქვას ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი გვერდება სატელეფონო ხაზზე. ვარლამ პირველ რიგში გილოცავ ამ დიდ წარმატებას. როგორია ემოციები და მოგვიყევი შენი გამოსვლის შესახებ ვარლამ? გამარჯობა, დიდი მადლობა ბოლოსთვის. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ვიტყოდი რომ ჩემთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა, თავიდან ცოტა ფულად დავიწყე, იმიტომ რომ უხეხული მენეჯერი ჩემთვის და დღეს ბოლო იყო დამაგვიგვინებელი. ვიტყოდ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა გულშემატკივარს, ხელებს, ექიმებს და ყველას, ვინც ამაში წვლილი შეიტანა და
მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო ეს გამარჯვება. ვარლამ, როგორი შეგრძნება, როდესაც რუსეთის ქალაქ ყაზანში შენი ქვეყნის ჰიმნი იკვრება და შენი ქვეყნის დროშა ყველაზე მაღლა ადის? რა თქმა უნდა, სასიხარულოა, მე როგორც სპორტმენი ძალიან არ მიყვარს გამოვყო ქვეყნები და ვიფიქრო იმაზე თუ რომელიმე ქვეყანაში განსაკუთრებულად უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ესე რომ ქვეყნის ჰიმნის სამღერება, ყველა ქვეყანაში ესე რომ ვთქვა, ჩემთვის საამაყოა და საბედნიეროა, როდესაც საქართველოს ჰიმნი ისმის. რაც შეეხება თვითონ რუსეთს, ალბათ, რავი, როგორც ყველა ქართველისთვის ალბათ უფრო მეტი мотиваცია მქონდა, მე ალბათ იმიტომაც მოხდა ისე რომ უკვე მეორედ გავხდი რუსეთში ევროპის ჩემპიონი და მეორე დავაჟღერე საქართველოს ჰიმნი. და კიდევ ერთი შეკითხვა მექნება ბოლოსკენ, ხვალ გუნდური ჩემპიონატი ან გუნდურში გვიწევს დაპირისპირება, როგორი განწყობაა გუნდში და ვემზადებით თუ არა იქას ოქროსთვის? რაც შეეხება გუნდურს, ნახეთ ჩვენ წილისყრა, პირველი შეხვედრა უნგრელებთან გვიწევს, საკმაოდ კარგი გუნდით არიან წარმოდგენილები, როგორც მე ვიცი, და მთლიანად ესე რომ ვთქვათ, საკმაოდ დატვირთული და ესე რომ ვთქვათ, საპასუხისმგებლო შეჯიბრი არის ყოველთვის ჩვენთვის გუნდური ასპარეზობა და შევეცდებით ყველაფერს, რომ დავიბრუნოთ ის ტიტული, რაც ესე რომ ვთქვათ, ჩარჩა ფრანგეთთან დავწნეთ და გაუშვით ესე რომ ვთქვათ, შანსი კიდევ ერთხელ გამხდარიყავთ ევროპის ჩემპიონი. ხვალ შევეცდებით, რომ დავიბრუნოთ ის ძველი ტიტული. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს სახელით გილოცავთ და მომავალში დიდ წარმატებებს გისურვებთ. მაშასე ვარლამ ლიპარტელიანი, ჩვენი ევროპის ჩემპიონი, ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, იყო პირდაპირ ეთერში, რომელზეც ურამ არაერთხელ გესაუბრათ, რომ ზედიზედ მერვე ევროპის ჩემპიონატზე შეძლო მედლის მოპოვება და აქედან 3 ოქრო აქვს აღებული.